უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანებისთვის იწყება ავანსცენა ნიკოლოზ წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად მომდევნო 1 საათის განმავლობაში რადიო იმედი თავის ეთერს უთმობს მხოლოდ და მხოლოდ თეატრს. თუმცა გამოცანის გადაცემის მიზანი გახლავთ ისიც, რომ ვინც არ არის უზომოდ შეყვარებული, ძალიან შევაყვაროთ თეატრი, თეატრალური ხელოვნება, მისი უდიდებულესობა და ჩვენ დღეს ასაკვირველია ვისაუბრებთ ამ კვირის მნიშვნელოვან თეატრალურ მოვლენებზე. უპირველესი უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში ყველაზე პრესტიჟული თეატრალური პრემია, თავისუფალი თეატრალური პრემია დურუჯის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ყვარელში მარტინიშვილების სახლ-მუზეუმში, კი ჩემო სალომე და ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი ქალბატონი ლელა ალიბეკაშვილი, თეატრი ფაბრიკადან სპექტაკლი მარია კალასი გაკვეთილი, კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი გიორგი სურმავა, ფოთის თეატრიდან ჰოლანდი, ასე ქვია სპექტაკლის რეჟისორი პაატა ციკოლია და ამავე სპექტაკლმა აიღო წლის საუკეთესო დრამატურგის ტიტული დათა გაბონიამ და ახალგაზრდა რეჟისორმა აიღო ძალიან ბევრი სახელებია. ახალგაზრდა რეჟისორმა აიღო დათა თავაძე, მე მინდა მიულოცოს უყველამად გათას, რომელიც ჩვენი გადაცემის არაერთხელ იყო სტუმარი და გახდა თეო კუხიანიძე ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მაკბეთის დადგმისათვის და ასევე უნდა ვთქვათ, რომ წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა ბატონმა თემურ ჩხეიძემ და მე მთელი რადიო იმედის სახელით ვილოცავ ბატონ თემურს. ვილოცავთ რა თქმა უნდა. ნიკოლოზ, წელს შენ არ იყავი ჟიურის წევრი, მაგრამ ალბათ ეთანხმები, ხო? იცით რა, გარკვეულ რაღაცები რაშიც ბოლომდე არ ვეთანხმები, არის რაღაცები რაშიც მთლიანად ვეთანხმები, თუმცა უმეტესი გამარჯვებულის ვინაობა სრულიად ვიზიარებ ჩემო სალომე. აქვე უნდა გითხრა, რომ მე მართლა წელს პირველი წელი იყო, როდესაც არ შემშურდა მათი, ვინც იყვნენ ჟიურის წევრები, ორჯერ მოგახსენე იყავი დურუჯის ჟიურის წევრი, უბრალოდ მიზეზის გამო, რომ იმდენი კარგი სპექტაკლი დაიდგა წელს და იმდენი კარგი თეატრალური სიახლე მოხდა, რომ ძალიან რთული იყო გამოგევლინა გამარჯვებული. ახლა რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, რომელიც უკვე დიდი ხანია გველოდება და ელოდება წარდგენას. ლაშა ჩხარტიშვილი, ჩვენი ასევე ხშირი სტუმარი, ჩვენი გადაცემის, ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სტუმარი, რომელთან საუბარიც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. ამჯერად ლაშა მოგვიყვება იმერეთის თეატრალური ფესტივალის შესახებ, რომლის ჟიურის თავმჯდომარეც იყო გასულ კვირას, ხო ლაშა? კი, ეს იყო. მოგესალმებით, პირველში მიესალმეთ ჩვენს და დიდი მადლობა ესეთი წარდგენისთვის და მეც ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ვარ სტუმარი. აბა გითხარი ლაშა, რა ხდებოდა ქუთაისში? მოგეხსენებათ, ეს ფესტივალი არსებობდა, უკვე მეოთხედ გაიმართა, პირველად გაიმართა 2002 წელს. მაშინ იმერეთის გუბერნატორი იყო თემურ შაშიაშვილი და მისი მხარდაჭერით მოხდა ამ ფესტივალის ჩატარება და თბილისიდან ძალიან დიდი დელეგაცია წავიდა, იმიტომ რომ გრანდიოზული ფესტივალი იყო. თეატრცოდნეები, რეჟისორები, დრამატურგები თავი მოიყარეს იქ, იმიტომ რომ იმერეთი არის გამორჩეული კუთხე საქართველოს კუთხეებს შორის, სადაც არის და ფუნქციონირებს, რაც მთავარია და არსებობს და დგამს სპექტაკლებს ძალიან ბევრი თეატრი. ამ მხრივ არის ძალიან გამორჩეული და თეატრალური საზოგადოება იმერეთის ძალიან აქტიურად მუშაობს. ის უშვებს წელიწადში 2 ჟურნალს, თეატრალური ქუთაისი, ამავდროულად აქვს სხვადასხვა აქტივობები, ძალიან აქტიურად მუშაობს და აი ეს ფესტივალიც, რომელიც აღდგა წელს ასევე იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის უშუალო ჩარევით და მხარდაჭერით არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ამ ფესტივალში მონაწილეობდა 13 მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონიდან, 13 მუნიციპალიტეტის თეატრი და სულ იყო 15 სპექტაკლი წარმოდგენილი, მათ შორის 2 ქუთაისის უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ეს იყო სტუდენტური დასები. აქ იყო 3 პროფესიული თეატრი, მესხიშვილის თეატრი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული თეატრი და ზესტაფონის უშენგი ჩხეიძის სახელობის თეატრი. ანუ სახალხო მოყვარულ თეატრებს უწევდათ პროფესიულ თეატრებთან ერთად შეჯიბრება.
ორი სიტყვით გეტყვით ჟიურის შესახებ, ის იყო 4 წევრისგან შედგებოდა. ძალიან ჭრელი ჟიური იყო. რატომ მხრივ ჭრელი? იმ მხრივ რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები გაერთიანდნენ და ერთის მხრივ ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ზოგი აფასებდა როგორც რიგითი მაყურებელი, ზოგი დრამატურგის თვალით, ზოგი რეჟისორი იყო კოტე აბაშიძე ჟიურის წევრი, სალომე იობიძე იყო იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც მაყურებლის თვალით აფასებდა. თეატრალი უბრალოდ მე გაოცებული დავრჩი ამ ქალბატონის გაცნობით, იმიტომ რომ ის 13 წლის განმავლობაში თბილისში მოღვაწეობდა და თბილისის თეატრების რეპერტუარი ყველაფერი ზეპირად იცის და ძალიან ბევრი სპექტაკლი აქვს ნანახი და რა თქმა უნდა ის იყო გულშემატკივარი. ანუ ყველაზე ანჩხლი, ასევე იყო დრამატურგი თემურ ლანჩავა და პოეტი და დრამატურგი და მწერალი, იმერეთში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, ის იყო ჟიურის წევრი და ნუ მე ყველაზე ანჩხლი, ყველაზე კრიტიკული, ყველაზე დაუნდობელი ინტრიგანი. ნუ ასეთიც უნდა იყოს ჟიურის თავმჯდომარე მე და აი ისინი მე ძალიან მაბალანსებდნენ. სანამ გავაგზელებდეთ პროცესებზე საუბარს, მოდი პირდაპირ ეთერში გვერდება გიორგი სიხარულიძე, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც ბინად ჰქონდა დადებული ამ ფესტივალს და აი გამარჯვებული სპექტაკლის სამტრედიის თეატრმა გაიმარჯვა. მე ძალიან მიამაყეფა ეს ამბავი. სპექტაკლის რეჟისორი იყო გიორგი სიხარულიძე და იგი ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშიდობის გიორგი. საღამოშიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალე ჩვენთვის, ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებას დათანხმდი და ორი სიტყვით ამ ფესტივალზე და სამტრედიის თეატრზე რო გითხრა. დიდი მადლობა პირიქით, რომ აქვს საშუალება თქვენთან მიიღო მონაწილეობა გადაცემაში. ეს იყო უდიდესი მოვლენა და რა თვალსაზრისით მოგეხსენებათ, როგორი თეატრალური მხარეა იმერეთი. და ეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამე თუ 2 კვირის განმავლობაში მესხიშვილის თეატრის პიცარდაგზე დადგმულ სპექტაკლებს უყურა 14,000-მა მაყურებელმა. ანშლაგებით მიდიოდა ყველა სპექტაკლი. თავისთავად ეს უკვე დიდი მოვლენაა დღევანდელ ქართულ თეატრალურ სივრცეში, რომ აემხელა ინტერესი გააჩინა ფესტივალმა. რაც შეეხება თვითონ სამტრედიას და არა მარტო სამტრედიას, მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი თეატრის მსახიობები, აი დათო როინიშვილი, ლევან ბიბილეიშვილთან ერთად წავიდა ბაღდადში. მე წავედი სამტრედიაში შესანიშნავ ადამიანთან, თეატრალთან, ვეთხიან ადირაძესთან, რომლის სურვილი იყო ძალიან, რომ იქ ჩავსულიყავი და ერთი სპექტაკლი განმეხორციელებინა და მათ ჭირდებათ გვერდში დგომა, მათ ჭირდებათ ხარდაჭერა. იმიტომ რომ ეროსი მანჯგავაძის სახელს ატარებს ეს თეატრი. ძალიან დიდი მოწიწება ჭირდება, ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდება, დიდი პასუხისმგებლობაა, ხო, ეს ყველაფერი და მიხარია, რომ ესე დაფასდა ჩვენი ნამუშევარი, მე თეატრიდან წავიყვანებ მსახიობები, ის მსახიობები, რომლებიც წარმოშობით არიან სამტრედიიდან და ჩვენთან ერთად ასევე თამაშობდა თეატრის ხელმძღვანელი ვეფხიან ადირაძეც და აი ამ სპექტაკლმა გაიმარჯვა. მე ამდენად მიხარია, პირველ რიგში გილოცავთ, ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. ჩაგვერთვეთ და უნდა მოვახსენოთ ჩვენს ძვირფას რადიო მსმენელებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც რეგიონალური თეატრები ესე აქტიურად იღებენ ფესტივალში მონაწილეობას და ორ მაგაც ამაყვა ჩემთვის რა ქნა, რა კი არ ვიყავი ჟიურის წევრი, სხვათა შორის უნდა ყოფილიყავი და ვერ შევძელი ჩამოსვლა, რომ სამტრედიის თეატრმა გაიმარჯვა და მარცაც ვეფხიან ადირაძე ახსენა ჩვენმა ბატონმა გიორგიმ და ის ყველაფერს აკეთებს შემოლაშა რომ ეს თეატრი დადგეს ფეხზე და იმედია რომ სამტრედი ყველანაირად გამორჩეულია იმისთვის და მომწიფებულია ეს აზრით საზოგადოებაში რომ სამტრედიის მუნიციპალური ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი მალე გახდეს სახელმწიფო სტატუსის მატარებელი და ის როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი მალე დააფუძნოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მე მიხარია რომ ნიკოლოზი წარმოშობით სამტრედიელი რო არის ის ლობირებას გაუწევს ამ იდეას ლობირებას გაუწევს კულტურის სამინისტროში და მეც ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი რომ ეს თეატრი ნამდვილად იმსახურებს იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ამ საქმეს და ეს ჩანდა იყო ძალიან დახვეწილი სცენოგრაფია სერიოზული რეჟისორი და კარგი არტისტული ნამუშევრები ის რომ ნაწილი იყო მესხიშვილის თეატრის მსახიობი ეს არაფერს არ ნიშნავს სპორტში განსაკუთრებით ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სადაც დადი
გადადიან და ქმნიან. ეს იყო სამტრედიის თეატრის პროდუქცია. ძალიან მიყვარს. მე სამტრედია ბავშვობაში ვისვენებდი ბებეჩემის დასთან და თეატრში არ მახსოვს დავდიოდი თუ არა, მაგრამ ყოველ საღამოს იქ ეზოს წინ პატარა სპექტაკლები იმართებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი ხალხი ცხოვრობს. მარტო რო ჩამოვთვალოთ, ესე იგი, ეროსი მაჯგალაძე, რობერტ სპურუა, ჯემალ ბატალიანი, ღაღანიძე, ნიკრავეიში, გიქრატავი, სულ ყველა არიან და მე მიამაყება მართლაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გვერდება ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ბატონი ლევან როხვაძე, რომელსაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რომ ამ ყველაფერს სული ჩაუდგა და ესეთ სიხარული მიანიჭა ქუთათურებს, რომ ენახათ ამდენი სპექტაკლი და კიდე ერთხელ გახსენებოდათ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თეატრს. ბატონ ლევან, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. მოგესალმებით ჩვენ ბატონ გიორგი სიხარულიძესთან და ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად საუბრობდით თქვენს ფესტივალზე და გარკვეულწილად რომ შეაჯამოთ, რამდენად ყვაყოფილი ხართ ლევანდელი ფესტივალით. ესე იგი თუ გულწრფელად გინდათ გითხრათ, მაშინ მე თქვენი შეჯამებული უფრო გამეხარდება, რამე თუ მე ყოველთვის უკეთეს ველოდები და თუ გით 10 წელი არის რაც მიმდინარეობს სხვადასხვა წლებში ფესტივალი, ყოველთვის თუ ახლა წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება სიამაყით გაგახსენდეს, თუნდაც ახლა გუშინდელის გარდა ყოველთვის 1200-1300 კაცი მესხიშვილის თეატრში ყველა სპექტაკლზე 13 სპექტაკლი ყველა მუნიციპალიტეტისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დახმარებით. მე ამას მიმატებული ჩვენი ქალაქის ქუთაისის მერიამ და რა თქმა უნდა ჩვენ ერთად მოახერხეთ რომ მართლაც ზეიმი მოგვეწყო იმერეთში და იმერეთის ზეიმი უბრალოდ დღესასწაულში გადაიზარდა რამე თუ აქ იყო ყველა ქალაქის წარმოდგენილი სპექტაკლი, ამას დაემატა აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასი და დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ახალგაზრდული დასი. ესე იგი 13 სპექტაკლი 13 დღე და მე-14 დახურვა. გადაჭედილი დარბაზი და თქვენ კარგად მოგეხსენებათ ქუთაისის მაყურებელი და ისიც ახალგაზრდობა. ამას დაემატა რაღაც სენსაციური. თუ კი გიორგი სიხარულიძეს ახსენებ, მართლაც სიხარულს მოგვრის ის, რომ 13 დღის მანძილზე მისი თანამშრომლები ხელის გულზე ისვამდნენ ჩამოსულ დასებს და მიდიოდა აშლაგები. მინდა კიდევ ვისურვო, რომ ყოველ წელიწადს თუ კი ეხლა გუბერნატორმა ბრძანა ეროვნული დავარქვათ და მომავალში ცოტა მაღლა ავწიოთო. ალბათ კუძბედიანი ვარ იმაში, რომ ამათი წლის მანძილზე მეხუთე ფესტივალი ისე მიდის, როგორც ეკადრება ჩვენ ქვეყანას და იმერეთს, რომელიც არის აკვანი ქართული თეატრისა, თქვენ მოყევით სამტრედიის რაიონის წარმოჩინებული აბანახეთ ზესტაფონში, რა ხდება ზაქარიაძეები და ჩხეიძეები და შემდეგ გამბაძე და დავით კლდიაშვილის ქვეყანა. ღმერთო, მანახე სოფლიოში თუნდაც ისეთი მხარე როგორც ჩვენ აგვაქვს, როგორც ხელის შეწყობით და ერთად ყოფნით შეიძლება ამ ზეიმის კიდე იქამდე გაყვანა, რომ თელმა სოფლიომ გაიგოს რა ხდება საიმერეთოში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, ჩვენ წარმატებას გისურვებთ და მე მჯერა რომ მომავალ წელს და სისტემატიურად თქვენ გექნებათ ხელშეწყობა, რომ ესეთი კარგი ფესტივალი ჩაატაროთ. ლაშა, რა გამოიკვეთა ჩვენ კარგია რომ საუბრობთ ყველაფერს საუკეთესო, მაგრამ რა პრობლემაა? პროფესიონალიზმი, მეტყველების კულტურა, სასწავლებლო ხერხები, რეჟისურა, დეკორაცია, პლასტიკა, არ ვიცი. სხვათა შორის ეს ფესტივალი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული. აქედან მინდა დავიწყო პირველ რიგში, იმიტომ რომ 14,000 მაყურებელი ეს არ არის ცირეოდენი ციფრი. ჩვენ ვუყურებდით მართლა როგორ იყო გადაჭედილი მესხიშვილის თეატრის დარბაზი და მაყურებელი იდგა ფეხზე. იყვნენ გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისიდან, ამ თეატრების და თეატრალური დასების, არამედ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ და ეს ძალიან კარგად მოახერხა ლევან როხვაძემ და მაია პაქსაშვილმა, რომლებიც ერთად ხელმძღვანელობდნენ ამ ფესტივალს. ბუნებრივია გამოიკვეთა პრობლემებიც და დადებითი მხარეებიც. მე არ ვიცოდი, ჩემთვის მოულოდნელობა იყო ეგრეთ წოდებული თეატრალური ტერმინის ლასის პრობლემა თურმე განსაკუთრებით დგას იმერეთში. ეს ძალიან კარგად ჩანდა ძალიან ბევრ სპექტაკლში. გარდა ამისა
არის мотивация. ზოგიერთ თეატრს, მაგალითად, თერჯოლის თეატრის საუკეთესო ნიმუში იყო იმისი, როგორ არაფლისგან მატერიალური კეთილდღეობის გარეშე შეიძლება შექმნა კრეატიული სპექტაკლი. ანუ რა თქმა უნდა იდეა რაც არსებობს ხო აი წარმოადგენს ბაკულას ღორები კლდიაშვილის ცნობილი ნაწარმოები 6 სკამი იდგა სცენაზე მეტი არაფერი მაგრამ მე იქ არ დამჩენია განცდა იმისა რომ მოქმედება არ ხდება ხან ეზოში ხან კანცელარიის მისაღებში და ასე შემდეგ ანუ ისე კარგად ქმნიდნენ ატმოსფეროს ეს არტისტები მღეროდნენ არაჩვეულებრივად შესანიშნავი არტისტული დასი ყავს თერჯოლის თეატრს რომ ვიყავი გაოგნებული და ბედნიერი რომ კრეატიულობა კვლავ არსებობს იქ. იყო რა თქმა უნდა სპექტაკლები, რომლებიც გასული საუკუნის 40-იანი წლების ესთეტიკას მოგვაგონებდა. ესეთი იყო მაგალითად ვანის თეატრიდან ლუიჯის გული, ცოტა უცნაური სპექტაკლი. ამ თვალსაზრისით რეჟისორი გახდათ ლორიტა ჯორჯიკია. და ამავდროულად იყო ძალიან საინტერესო სპექტაკლები მაგალითად ბაღდათის თეატრიდან პავლე აბულაძის პიესა რომელმაც ჩემი გაოგნება გამოიწვია იმდენად დახვეწილი კულტურის მატარებელი სპექტაკლი იყო კი დრამატურგიულად და სცენოგრაფიის თვალსაზრისით არტისტების მუშაობის თვალსაზრისით ეს იყო რეჟისორ ლევან ბიბილეიშვილის ახალგაზრდა რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ასევე იყო საინტერესო თუმცა საკამათო ინტერპრეტაცია ხონის თეატრიდან რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი ასევე მოწესრიგებული ისეთი პროფესიული დასი წარსდგა ჩვენს წინაშე და რა თქმა უნდა ძალიან თამამი და მე დავრჩი გაოცებული ჭიათურის თეატრის სპექტაკლით ლამბალო და ყაშა რეჟისორი მამუკა ცერცვაძე რეგიონში ესეთ პრობლემატურ თემებზე დადგა სპექტაკლი ესეთ თამამ საკითხებზე აი ეს ბოლო სამი რეჟისორი ცერცვაძე ჩარგეიშვილი და ბიბილეიშვილი ესენი იყვნენ გოგი მარგველაშვილის სტუდენტები ჩვენ კინოს უნივერსიტეტი დაამთავრეს ჯგუფში ვიყავით უყველა და მე მიამაყება რომ ისინი უკვე ესე თეატრებში არიან და ჭიათურის თეატრში ვიზიარე ბოლომდე იმიტომ რომ მე ვნახე ეს სპექტაკლი ლამბალო და ყაშა და სრულიად თანამედროვე ძალიან ნაფიქრი და გააზრებული ნამდვილად აი რეჟისორული თვალსაზრისით მართლა საინტერესო სპექტაკლია და არტისტული ნამუშევარის თვალსაზრისითაც და ასევე მინდა აღვნიშნო საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭორვილას სახალხო თეატრი ეს იყო საოცრება ბავშვები თამაშობდნენ ნოდარ დუმბაძის სისხლი გვინახავს ჩვენ ეს მოთხრობა ბევრჯერ განხორციელებული ქართულ სცენაზე და ბავშვები იყვნენ ბებიაც, ბაბუაც, შვილიშვილიც და იმდენად კარგად ახერხებდნენ ეს ბავშვები გარდასახვას რეჟისორი შუკაკიძე, გურამ შუკაკიძე არ მახსოვს კარგად ხომ მე ამ რეჟისორს არ ვიცნობ, მაგრამ იყო კარგად ნამუშევარი ბავშვებთან და ისინი მე შემთხვევით მოხდი კულისებში და ეს ბავშვებს როგორ უჯავდებოდა ეს რეჟისორი რომ ჩუ ბიჭო ეს მესხიშვილის თეატრია აქ კედლებს და ეფერებოდა ამ კედლებს და თქვენ იცით რას ნიშნავს მესხიშვილის თეატრის სცენაზე გამოსვლა და აი სრული სიჩუმე და იდილია და ჰარმონია სუფევდა ამ ბავშვებში და სცენაზეც გადმოიტანეს ეს მოხდებოდი იმ კულისებში მაგრამ და გაინტერესებდა ძალიან კაია რომ ესეთი თავიდანვე აყვარებენ თეატრალურ ხელოვნებას ალბათ ამეთახო. ხო, ლაშა შენ ახლა ჩამოთვალე ისეთი თეატრები ხონი იყო ბაღდათი ნახსენებია, ხარაგაული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ 15 მუნიციპალიტეტში არსებობს თეატრები. ხო, შეიძლება საქართველოს მით უმეტეს თბილისის მოსახლეობამ საერთოდ არც კი იცის, რომ აი ამ მუნიციპალიტეტებში არსებობს თეატრები და აი ასეთი კარგი მსახიობები არიან და ასე ცდილობენ, რომ დაანახონ მაყურებელს თუ რა შეუძლიათ. იცი რა მაინტერესებს? ექცევათ თუ არა სათანადო ყურადღება აი ამ თეატრებს და 15-ს თქვათ არის რამე ისეთი ძირითადი პრობლემა რაც რა თქმა უნდა პრობლემები ყველგან არის ისე როგორც სახალხო თეატრებში ასევე პროფესიულ თეატრებში მაგრამ ძალიან ბევრგან დაწყებულია ბევრგან სრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კულტურის ცენტრებში რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას აი ამ ფესტივალს კიდევ იმიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ ამ ფესტივალმა გააჩინა თვითონ ადგილობრივ მთავრობაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში мотивация იმისთვის, რომ ამ თეატრებს უნდა დახმარება, ამ თეატრებს უნდა ხელფასების გაზრდა, ამ თეატრებს სჭირდებათ სადადგმო ხარჯები ბიუჯეტში. იმიტომ რომ წარმოჩნდნენ თითოეულმა რეგიონმა რაღაცა პრიზი ჩაიტანა ადგილზე თავის მუნიციპალიტეტში და ეს უკვე აჩენს мотивациას იმისთვის, რომ მომავალ წელს უფრო გაუმჯობესდეს მუშაობა. ეხლა წელს თუ სამტრედიამ წაიღო საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში პრიზი
ბაღდათი, ჭიათურა ვიღაცა დაინტერესდა ესტაფონი და ასე შემდეგ დაინტერესდება რომ აბა შენ რატო ვერ ჩამოიტანე კონკურენცია გაიზრდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ლაშა, დიდი მადლობა გვინდა. დიდი მადლობა ლაშა ხარტიშვილს. და ძირფას რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ რომ ჩვენ საუბრობდით იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიხურა და ერთ საინტერესო თეატრალურ ექსპერიმენტზე ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთში ჩვენ სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. დაგველოდეთ. დროებით. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. გრძელდება გადაცემა ავანსცენა და ჩვენ სტუდიაში ძალიან ბევრი სტუმარი შემოვიდა. ოღონდ მე ეს მეორე ნაწილი გადაცემის მინდა ასე დავიწყო. ნიკოლოს არ მესმის შენი ხმა. გეხლა გესმის? ახლა მესმის. ესე იგი ბილ გეიტსმა იცი რა თქვა თავის დროზე? აი როგორ მოგზადებულია. $1 რომ მქონდესო, იმასო პიარზე დავხარჯავდიო. აი ესეთი სიტყვები გახდა, ესე ვთქვათ, სლოგანი ამ ყველაზე უახლესი პროფესიისა, პიარ მენეჯერის. ზუსტად იცოდა რომ არასოდეს $1 არ ეკნებოდა და იმიტომ თქვა და მაინც თქვა ესეთი რამ და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ესეთ რაღაც საინტერესო სპექტაკლზე, რომლის სახელწოდებაც არის პროცესი, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ როგორ იწერება ეს სიტყვა პიარი ინგლისური ასოებით დანარჩენი ქართულად. გოგო მაისურაძე არის რეჟისორი, რომელმაც გადაწყვიტა რომ სცენაზე აეყვანა სხვადასხვა კომპანიების პიარ მენეჯერები და მათთვის მოერგო მსახიობის როლი. გოგა, გთხოვთ მიკროფონთან საღამომშვიდობისა. და აქვე წარმატგინოთ ჩვენი სტუმრები თუ ვინ არიან დღეს. აქ სტუმრად გოგა მაისურაძესთან ერთად. გოგა რეჟისორია და პირველი სიტყვა გოგას ეკუთვნის. გოგა მხარ წარადგინოს. გოგა, დაწყე. მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენთან ვარ ამ სტუდიაში. ეს გოგას ინიციატივა არ ყოფილა, რომ მეაყვანა და რაღაც ეს ხულიგნობა ჩემი ჩადენილი არ არის თლაც ნუ გამომაბრალე. არა, ჩვენ ესე მოვნათლეთ ეს რა ქვია სპექტაკლი ბჭყალებში, რომ ხულიგნობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად თეატრთან და თეატრის მიღმა მყოფი ადამიანები ავიყვანეთ სცენაზე და გადავწყვიტეთ რომ ესე გვეხულიგნა და შევხებოდით იმ რაღაც დიად რაღაც ხელოვნების სფეროს აბსოლუტურად სხვა რადიკალურად სხვა წარმომადგენლებთან ერთად რა. ესენი არიან იმის რა ქვია თვითონ უშუალოდ პროექტის ავტორი და პროდიუსერი ლევან გიორგაძე, ჩვენი საყვარელი ლევან გიორგაძე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ ჯერ დაწყებული იმედის თეატრალურიდან და მე უკვე ჯასთან მისი კავშირი ისეთი მყარია რომ არ შეუძლებელია რომ ლევანი არ გიყვარდეთ. მოდი ლევან შენ წარგვიდგინე ჩვენ. შენ ჯობია, იმიტომ რომ რა შენ ახარ იდეის ავტორი, შენ რომ ლაპარაკი არ გიჭირს ვიცი და გამაგვითხარი ახლა ეგ ამბავ. არაფერი, ანუ იდეა გაჩნდა იქიდან, რომ 5 წელია არსებობს საიტი თეატრი G, რომელიც ემსახურება ზუსტად თეატრს. შესაბამისად, მე 5 წელი, ანუ ამ საიტს ვაქცევ ყურადღებას, ესე რომ ვთქვათ, მინდა რომ შევიტანო ჩემი წვლილი ზოგადად რაღაცით მაინც მინდოდა შემეტანა და ეს თეატრალურ სფეროში და ეს გავაკეთე საიტით, სადაც შეუძლია ნებისმიერ სურვილს შემოვიდეს იქ აფიშა ნახოს თუ ისტორია თუ ასე შემდეგ. მომწიფთა იდეა, რომ რაღაცა გადამეტანა უკვე რეალობაში და უფრო რაღაცა საინტერესო გამეკეთებინა. ვირტუალური სივრციდან და გადავსულიყავით რეალობაში და ეს გადასვლა აი ძალიან უცებ მოხდა, იმიტომ რომ ერთ დღეს გამიჩნდა ეს იდეა, რომ აი ესე ხო არ როგორც გოგამ თქვა, გვეხულიგნა, იმიტომ რომ რაღაცა მართლა ისე არის, რომ გოგას დაურეკე, მე და გოგა რაღაცა ძალიან რომანტიკული კადრი გამოჩნდა, მე და გოგა ზიურის ბაღში, ზიურში დავდივართ და საუბრობთ ამ თემაზე, როგორ შეგვეფუთა და როგორ გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. გადაწყდა, რომ პირველი მერცხლები იქნებოდნენ პიარები, ანუ პიარ მენეჯერები, ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები. რა თქმა უნდა და რომლებიც თუ არ ჩამითვლით ცუდად ხო, რა თქმა უნდა, მარკეტინგის მენეჯერებიც ეს დამოვიწყდა, მე თქვა. ანუ სტრატეგიულად სწორი გათვლაც იყო, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ესენი წარმოაჩენენ პროექტის სახეს. რაც თავარია საინტერესო როგორ დათანხმდნენ და როგორ შემოთავაზება ქონდა დროის მიუხედავად ბახა ბრეგვაძია ჩვენთან სტუმრად რომელიც იუბილარია და მე მინდა ბახოს მიულოცო პირდაპირ ეთერში ესე იგი Facebook-ზე მოგილოცეთ პირადად მოგილოცეთ და ახლა მიკროფონთან გამიჩნდეს არ გამომიტოვოთ ორი არაჩვეულებრივი ადამიანი დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და როგორი იყო პირველი შემოთავაზება როცა გითხრეს ამ მეფისტოლა ხალხს რომ აბა მოდით ახლა სპექტაკლი უნდა ვითამაშოთ მე ძალიან გამეხარდა ვაღიარებ. კი ხო?
კი და ლევანს ესეც უთხრა რომ საერთოდ გიჟდები მსგავს პროექტებზე XS-ში იკვრება გიჟდები იყოფნა ასე თქვა და ამიტომ ჩემგან გიგაგთქვი კი იყო თავიდანვე ჩემგან და ბახვალმეც თავშეკავება არც გვახვასგან არ ყოფილა ხო მაგრამ როცა თანხმობა უთხარი უკვე და მე დაფიქრდი რომ აი ხა მე მომიწევ სცენაზე ასვლა იქ რაღაც როლის დამახსოვრება რა უნდა გავაკეთო რა თქმა უნდა მიყვარს ერთად რაღაც სირთულეების გადავღებ წყალებში სირთულეების რა თქმა უნდა და ნუ აი თუნდაც ეს დროის უკმარისება ყველაფერი ხალხს ვიშლიდა მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და გადავდეთ როგორია რეპეტიციები ბახვა მოგვიყევი ძალიან მაინტერესებს როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები გვაქვს როგორც ალბათ ნამდვილ მსახიობებს აქვთ ესეთი რეპეტიციები მაინტერესებს როგორ სამაგიდო პროცესი გააქვთ კი სამაგიდოც გვაქვს ჩვენთან მაიმუნობთ ასე ვთქვათ ბევრი ვიდეოები დაგვიგზავნა საბავშვო ბაღში გონია ხანდახან თავი ხო ლევანი ალბათ აღარ მოგვესალმება მე ესე ვფიქრობ ამ პროექტის ბოლოს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აქედან ყველა გაგიშებული ყავს ცოტა უდისციპლინოთ ვიქცევით თქო არა ჩვენი მიზეზებით იმიტომ რომ ხო სამსახური და სამუშაო გრაფიკი ან აი არ ვიცით ვის როდის რა გამოუხდება და ლევანი დაგждდევს ამ სოციალური გრაფიკით და ვიცით რომ მეც მონაწილეობ ხო რა თქმა უნდა შენ როლზეც ვისაუბრებთ ხო მთავარი რა იყო რატომაც დავთანხმდი იყო რომ საინტერესო პროექტი არის ძალიან კარგი სცენარისტი სანდრო ლორთქიფანიძე და მოვიკითხავ რეჟისორი ყავს გოგა არაჩვეულებრივი ასე რომ უკვე წინაპირობა იმის იყო რომ რაღაც კარგი კეთდებოდა მე როდესაც გავიგე რომ თითქმის ყველა ჩემი მეგობარი ჩემი კოლეგა მონაწილეობს მეც სიამოვნებით დავთანხმდი არ მეგონა თუ ამდენ დროს წაიღებდა და ესე სერიოზული მზადება დასჭირდებოდა მაგრამ რადგან დავთანხმდით უკვე ყველა ძალიან სერიოზულად ვემზადებით რომ მოხვალთ პრემიერაზე რაღაცა ნორმალური სანახაობა მაინც დაგახვედროთ ძალიან და განსხვავებული რა თავარია ძალიან კაცრად აუცილებლად სალომე თითოეულ მათგანს ექნება განცდა სცენაზე გასვლის წინ რომ რაჯანდაბა მინდოდა რომ თანხმდებოდი ეხა გაქრეს და მგონი ეს გადავახე არა პრემიერა ისეთი რამეა რომ პრემიერის დღეს გულის სემარო არა გეტყვი სირთულე მაგასთან დაკავშირებით სად ქონდა ეს დაინთუზიაზმი ხო იყვნენ ჩართულები პირველი იცოდნენ რომ უნდა გამოსულიყვნენ ეს შორიდან აღიქვამდნენ და ხიბლი ქონდათ რომ სცენაზე წარდგნენ და პირველად როცა დაიჭირეს საკუთარი ტექსტის სცენაზე რაც უნდა წაიკითხოს ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ბევრი გამოგვაკვდა მაგ პროცესში იმიტომ რომ იგრძნეს პასუხისმგებლობა რომ ეს ტექსტი მათ ეკუთვნით და უნდა წარმოადგინონ სცენიდან მიხვდნენ რომ ძალიან რთულია არც ისე მარტივი არ არის როგორც ერთი შეხედვით შეიძლება იყოს სამსახიობო მონაცემები. გოგა, მე მგონი მსახიობებს საქმე ასე ვთქვათ გაიოლებული აქვს, იმიტომ რომ ამ სპექტაკლშივე თამაშობენ PR მენეჯერების როლი აქვს მორგებული. თავიდანვე ვეცადეთ რომ მოდი მოგვიყევი როგორი არის იქნებ ჩამოგვითვალოთ ჯერ ეს ადამიანები და მე პირველი სირთულე ამ პროექტთან დაკავშირებით როცა ავიღეთ და გადავწყვიტეთ რომ ხელი მომეკიდა და უნდა ყოფილიყო თქვათ ესეთი ძალიან რაღაც ღირებულება უნდა ქონოდა რა თქმა უნდა ესე უბრალოდ ხელს ვერ მოკიდებდით ისე არ იქნებოდა უბრალოდ საინტერესო პირველი ამოცანა იქ დავისახეთ რომ თვითონ უშუალოდ საკუთარი თავები და ხასიათიდან გამომდინარე პერსონაჟები არ შეგვექნათ მაქსიმალურად ანუ პიესას ვერ ავირჩევდით ისეთ სირთულის რომ მე გაჭირვებოდათ არაპროფესიონალ ადამიანებს თქვათ სამსახიობო როლის მორგება გადავანაწილეთ სამ ჯგუფად რომ მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო ამ ჯგუფებთან ურთიერთობა არის 5 კაციანი ჯგუფები, ნუ 14-ნი ვართ და ერთი 4 კაციანი ჯგუფი დაგვიკომპლექტა და პირველ ჯგუფში არიან აი პირველ ჯგუფის წარმომადგენლები არიან მაკუნა და ბახვა, კიდევ ყავს 3 ადამიანი, ჩამოთვალოთ მოდი ის ხუი როგორი მსახიობები ვართ. გადასარევი, ენთუზიაზმით ახსავსე, აი იმპროვიზაციის საშუალება აქვს, არ ვიცი, ალბათ თავისავი პროფესიიდან გამომდინარეც ეხმარებათ ეს რომ იმპროვიზაცია ეგ თანმიმდევრულად ესე მოსდით და მოსდით იდეები, რომელსაც უფრო აფორმებდა და აფორმებდა. ვერ ვიტყვით რომ ჩვენ როლებს თამაშობთ. არა კი ეგ მართალია მინდოდა რომ დრამატურგი რომ მოვიყვანეთ გვინდოდა რომ გაეცნო მსახიობები ესე ჭალებში მსახიობები გაეცნო და უშუალო კონტაქტი ქონოდა ამათთან და ნუ გაუჭირდებოდა თავისთავად დრამატურგს თავიდან ბოლომდე გაეცნო თითეული მათგანი რაღაცა პატარა მონაკვეთები ამოკრიფეთ მათი ბუნებიდან და ხასიათიდან რის მიხედვითაც მე ეს პიესა დაიწერა და ცოტა შეიძლება გაგვიდაწყებდეთ რომ ესეთი ჩვენ არ ვართ მაგალითად ბახოს შეხვდა ცოტა სულელის როლი და სუამოს რო გავიდა მარტო ეგ დაუტოვეს და დასებული იყო მაგასაც. ცოტა კომპლექსი რაღაცა მინდა დავამატო, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ეს პროექტი თავისთავად არის რაღაც ძალიან საინტერესო იმ გაგებით, რომ ექსპერიმენტია. ჩვენ გვაქვს ერთი პირველი პრემიერა იქნება დახურული, ანუ ჩვენი კოლეგებისთვის იქნება, ესე რომ ვთქვა. იმედი ჟურნალისტებს. ჟურნალისტებიც კომუნიკაციად მოხდება და ნიკა იმედია სცენაზე იდგება ჩვენ. მეორეს გეგმავთ რომ მოდი ახლა პირდაპირ
ეთერში შეგიძლიათ შესთავაზოთ და აი თუ არ დაგთანხმდა არა კაცო რა კაცო მიდი არაცნობი შენდო არა ნიკა ესე იგი ერთი წუთი ყველა ექსკლუზიურად რადიო მინისტრის ნიკა შენ ჩვენი პროექტის ჩათვალე მარგალიტი ჯგუფი მოვიდა შენთან თავის მოვერმა რო უარი უთხრეს და დროში მედეტეოდნენ ჯანდაბასთან არა პირიქით სამეჭო სითამ ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანს ნიკა არის პიარ მენეჯერი და რისი გაიგებთ სცენაზე ინტრიგა კი ბატონოს ნახოთ მაგრამ ანუ რაც მინდა ვერ დავამთავრე რომ აუცილებლად მინდა რომ ოქტომბერში ეს სპექტაკლი განმეორდეს ოღონდ პიარ მენეჯერებთან ისევ და მარკეტინგის მენეჯერებთან ერთად ოღონდ მიეცეს უფრო რაღაცა ის სოციალური დატვირთვა საქველმოქმედო დატვირთვა რომ კიდევ ერთი მხარე გაიჩინოს ამ პროექტმა ვფიქრობ რომ ეს ორი მხარე ანუ ჩვენ კარგად ვარ და კარგად რაღაცას ვაკეთებ და ესე გვიხარია მეორე მხარე იქნება ის რომ ამ სიხარულს რაღაცნაირად შევფუთავ და გადაუნაწილებთ იმ ხალხს ვისაც ჭირდება მე ვფიქრობ შეიძლება ხო რაღაცა მე მგონი კარგ საქმეს ვიზამთ ამით მე ესე ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცა მიგვიღებენ და დიდ სცენაზე მიგვიღებენ თუმცა ამბიცია კიდევ ერთხელ ვიტყვი არავის არ აქვს რომ მაგალითად ხომ ახლა არა სხვანაირად ანუ ამბიცია არ აქვს რომ მსახიობები ვართ ან რაღაცა და თეატრალურ ფესტივალებში ხო რა თქმა უნდა ანუ ამას თავი დავიკვირდით რომ ვიცით რა მოხდება ამბიციური ხალხი იცვლიან პროფესიას იცვის ორივე ამათ ისე მოეწონათ რომ მე მგონი სამსახიობო იმისკენ წავიდა მე მგონი ჩვენ ვიცით მარტო ზეპირად ტექსტი ჯერჯერობით დედა რა ყოფილა გოგა როგორ ფიქრობ მოესწრება ეს ყველაფერი ივლისის შუა მოესწრება პირველი რამდენიმე დაბრკოლებათაგანი რომელიც იყო თავიდან უნდა შევთანხმებულიყავი და გაგვიარა ერთ-ერთი იყო ეგ რომ პროფესიონალი იცი ნიკა შენ რომ პროფესიონალ მსახიობებს უჭირთ ერთ თვეში თვენახევარში გაიარონ და როლი თქვათ ის კონტ ზათ კონტ და არა პროფესიონალებს გავუადევნებათ მე ვისე ენთუზიაზმით არიან მოკიდებული და აი მაქსიმალურად ცელ იმას დებენ რა რესურს რომ ბოლომდე მიიყვანონ არიან ადამიანი პასუხისმგებლიანი ადამიანები დაგვირჩენ რაც მიხარია და მე გმაძლევს იმის იმედს რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს თუმცა რეჟისორი ავირჩია ძალიან სწორად რა მინდა ვთქვა იმიტომ რომ მე ნუ გოგას ვიცნობ უკვე კარგახანია ესე გამოდის და გოგა იმის გარდა რომ თავის საქმის ანუ მე მიმაჩნია რომ პროფესიონალია ძალიან სხვანაირი მიდგომა აქვს ყველაფრისადმი აი თავისებური მიდგომა აქვს რაც ხელს უწყობს იმაში რომ ნებისმიერ ამბავს ეს ხულიგნობა იქნება ექსპერიმენტი იქნება რაღაცა კარგი გამოიყვანოს აქედან მადლობა გოგა პირდაპირ მონაწილეების ჩამოთვალებიდან ჩვენთან ერთად არ გამოგჩეს აუცილებლად ცოტა დაგჭდა ესე იგი ხო რა თქმა უნდა ბახვა რომელიც ჩვენთან არის და ესე იგი მუდამ ჩვენთან იქნება მაკუნა გამცემლიძე რომელიც აგრეთვე ოქროს გოგოა ნიკა წულუკიძე აგრეთვე თამამად შემიძლია თქვა ხო არა ნუ ესე წამოვედი რა აუცილებლად უნდა თქვა სოფო ხაჭაპურიძე ნუკა ლეჟავა ჯაბა სიხარულიძე ზურა ბალანჩივაძე ზურიუსი ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანი რომელიც უსწრეს შენარჩუნებული გოგეკის ხო ნოკა ბაინდურაშვილი ლალი გალუმაშვილი თათა მორჩილაძე როსტო და მე ბოლოს თიკო კეკუა ბოდიშსვიხტი რომელიც შემოგვიერთდა ესე იგი შუა და შემოგვიერთდა მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი გოგო ეხლა მე რა მაინტერესებს ვიკაც არის მადლობა რომ ეხმარებით იმდენი ხარ და ბოლო კითხვა მე ვიცი რომ ეს პროექტი ამით არ სრულდება და ვიცი რომ ჟურნალისტებს ვაპირებ შემდეგში აქ ექსკლუზიურად გავაჟღერეთ მოკლედ ჟურნალისტებს გეგმავთ და ვაპირებთ და იმედი მაქვს რომ მე ნიკოლოზევით არ ვიყო ყმანებულება ნახლავე სალომე ძალიან ჩვენ გავაპიარებთ მე ხო ვეცდები ხო არა ვერ გავა ამ პროექტიდან ვერასოდეს ვეყარ გავავთ ხო სულ იქნებით ამ პროექტში მაკუნა მღერი ჩვენ როსტოკ წერს ახლა როგორ ხართო და როსტოკ ისმეს მე მგონი მადლობა მე 105-სა და 9 ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან მადლობა შენ გემშვიდობებით და მე იმედი მაქვს რომ წარმატებულ პრემიერას ვიხილავ თუ სცენაზე თუ ვერა თეატრონის რანგში მაინც კარგ რეცენზიას და ნახოთ ჯერ იქნება არ გამომდის ეგ ამბავი და გისურვებ არ ჯერა მე მაგის რო შენ არ გამოგივიდეს ახლა არ გიცნობდება ის თეატრი
ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. გემშვიდობებით. ასეთ იყო გადაცემა ამასცენა სამშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.